ზუსტად რამდენი ნამდვილი მეგობარი ყავს. თუ ახლა თავში სახელები ამოტივტივდა, შეჩერდი. ეს კითხვა არ დაისმის მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა. როცა ჯამთელი ხარ, მუშაობ, ფული გაქვს და ცხოვრება თავის გზაზე მიდის, ეს კითხვა მოდის მაშინ, როცა ფსკერზე ხარ. როცა რაღაც გაწუხებს, როცა ვერ აგვარებ, როცა მარტო რჩები საკუთარ ფიქრებთან. სწორედ მაშინ გამოჩნდება ვინ არის. არა ნაცნობები, არა კოლეგები, არა ისინი, ვინც სოციალურ ქსელებში გემეგობრებიან, არამედ ჭეშმარიტი მეგობრები. ის ადამიანები, ვისაც უპირობოდ ენდობი, ის, ვინც ღამის 3 საათზე დარეკვისას მოვა, ის, ვინც არ კითხავს რატომ, არ მოგთხოვს ახსნას, უბრალოდ კითხავს. სათხვდებით. ადამიანების უმეტესობა, როცა ამ კითხვას უსვამენ, ათეულობით ადამიანს ჩამოთვლის. მე კი გეტყვი, რომ ისინი ცდებიან და დღეს მინდა აგიხსნა რატომ. რადგან შენი წრე არ არის უბრალოდ გარშემომყოფი ადამიანები. ეს არის გარემო და გარემო ყოველთვის მოქმედებს შენზე, მაშინაც კი როცა ამას ვერ ამჩნევ. ეს გარემო ან აგიყვანს ახალ საფეხურზე, ან ნელ-ნელა ჩუმად დაგწევს ქვემოთ. მოდი მთავარი კითხვით დავიწყოთ. რატომ არის საერთოდ ასე მნიშვნელოვანი, ვის ვუშვებთ ჩვენს შიდა წრეში? ადამიანების უმეტესობას გონია, რომ რაც მეტია მეგობარი, მით უკეთესი. ფართო წრე, კავშირები, ნეტვორკინგი, მხარდაჭერა ყველა მხრიდან. ლამაზად და ლოგიკურადაც ჟრერს, მაგრამ რეალობა ხშირად სხვაა. მე სწორედ რომ პირიქით ვფიქრობ. ჩემთვის ხარისხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. და ამის გასაგებად მოდი ერთი ზღვარი გავავლოთ. ნაცნობი არის ადამიანი, ვისთანაც სასიამოვნოა ყავის დალევა, ვისთანაც შეგიძლია ისაუბრო ამინძე, სპორტზე, ახალ ამბებზე. ეს არის ურთიერთობის ზედაპირული დონე. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ეს არ არის სირმე. მეგობარი კი არის ადამიანი, რომელმაც იცის შენი ნამდვილი სახე, არა ის ვერსია, რომელსაც ხვებს აჩვენებ, არამედ ის, რომელიც მარტო რჩება სიჩუმეში. იცის შენი სისუსტეები, შიშები, ეჭვები. და სწორედ აქ ჩნდება ერთი სასტიკი, მაგრამ აუცილებელი კითხვა, რომ აღარ ვიყო ის, ვინც ახლა ვარ, ისინი მაინც ჩემს გვერდით თუ იქნებიან? ხანდახან ადამიანებს იზიდავ არა შენ როგორც პიროვნება, არამედ შენი სტატუსი, შენი შესაძლებლობები, შენი ფული, შენი კავშირები. და სანამ ეს ყველაფერი გაქვს, ისინიც აქ-არიან. ნამდვილი მეგობარი კი რჩება შენთან, როცა ეს ყველაფერი ქრება, როცა ფსკერზე ხარ, როცა აღარ ხარ სასარგებლო, როცა უბრალოდ ადამიანი ხარ პრობლემებით. განსაკუთრებული საფრთხე იწყება მაშინ, როცა ნაცნობებს მეგობრებში ურევ, როცა შენს შიდა წრეში უშვებ ადამიანებს, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ. ამას დაბალი ვიბრაცია ეწოდება. და რა თქმა უნდა არა, ეს არ არის ეზოთერიკა, არამედ მდგომარეობა, რომელიც სხეულით იგრძნობა. წარმოიდგინე ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს უმიზეზოდ დაღლილად გრძნობ. არ გეჩხუბება, არც შეურაცხყოფას გაყენებს. უბრალოდ საუბრის შემდეგ სიმძიმე რჩება, ენერგია გეძლება. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, მუდმივად წუწუნებენ, რომ სამყარო უსამართლოა, ყველა დამნაშავეა, რომ ცხოვრება მძიმეა. ისინი მსხვერპლის პოზიციაში არიან. და ყველაზე საშიში ის არის, რომ მათ არ უნდათ მარტო იყვნენ ამ მდგომარეობაში. უნებლიეთ გთხოვენ გაიზიარო ეს ტკივილი, მათთან ერთად ჩაიძირო მათსავე ჭაობში. თუ დიდხანს იმყოფები ასეთ გარემოში, იწყებ მათ სიხშირეზე აზროვნებას, ითვისებ მათ წუწუნს, მათ პესიმიზმს, მათ უმცეობას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რამდენად ძლიერი ხარ, გარემო მაინც მოქმედებს. ეხლა ერთ მეტაფორას მოგიყვები. როდესაც მაშველებს წყალში გადარჩენას ასწავლიან, ერთ რამეს განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. ყველაზე დიდი საფრთხე წყალი არ არის. ყველაზე დიდი საფრთხე პანიკაში მყოფი ადამიანია წყალში. როდესაც მას უახლოვდები გადასარჩენად, ის გიჭერს, გეჭიდება, ქვემოთ გიტრევს, რომ თავად ამოისუნთქოს. მას არ სურს შენი დახრჩობა. ის ბოროტი არ არის, უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვის. მაგრამ ამ ბრძოლაში მას შეუძლია თავისი მხსნელი დაახრჩოს. ურთიერთობებშიც ზუსტად ასე ხდება. ბევრად უფრო ადვილია ადამიანის ქვემოთ ჩათრევა, ვიდრე მისი ზემოთ აყვანა. და ამიტომ საჭიროა სიფრთხილე იმათთან, ვის გადარჩენასაც ცდილობ. ზოგიერთს დახმარება არ სჭირდება, არამედ უბრალოდ კომპანიონი თავის უბედურებაში. ეხლა კი პრაქტიკაზე გადავიდეთ. როგორ განვსაზღვროთ, ვინ იმსახურებს შიდა წრეში ყოფნას? პირველი ეს არის ორმხრივობა. თუ შენ მუდმივად გასცემ და ადამიანი მხოლოდ იღებს, ეს მეგობრობა არ არის, ეს ექსპლუატაციაა. მეორე, პატიოსნება. ნამდვილ მეგობარს შეუძლია გითხრას სიმართლე, მაშინაც კი როცა ეს სიმართლე გტკენს. მაამებლები თავს დაგიქნევენ ყველაფერზე. მეგობარი კი იტყვის, გაჩერდი, რასაც აკეთებ, შეცდომაა. მესამე, სტაბილურობა. ადამიანი, რომელიც დღეს აქ არის და ხვალ უჩინარდება, არ არის სანდოს აყდენი.
ნამდვილი მეგობარი პროგნოზირებადია, კარგი გაგებით. მეოთხე, გავლენა. დააგვირდი საკუთარ თავს. შეხვედრის შემდეგ ენერგია გემატება თუ გეცლება. სწორი ადამიანები გმუხტავენ, არასწორები გფიტავენ. მეხუთე, ზრდა. ნამდვილი მეგობრები ხარობენ შენი წარმატებით. სრულ მეგობრები კი საფრთხეს გრძნობენ. შენი წინსვლა მათ საკუთარ უმოქმედობას ახსენებს. და ბოლოს, რა უნდა გააკეთო თუ ხედავ, რომ შენს წრეში არიან ადამიანები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. დრამა და ჩხუბი არ არის საჭირო, უბრალოდ დაიჭირე დისტანცია. გადაიყვანე ისინი მეგობრების კატეგორიიდან ნაცნობების კატეგორიაში. ეს არ არის სისასტიკე, ეს არის ზრუნვა საკუთარ თავზე. სამხედრო მისიაში ნამსახურებმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან ნდობის ფასი. ერთმა არასწორმა ადამიანმა შეიძლება მთელი გუნდი საფრთხეში ჩააგდოს. შენი ცხოვრებაც ერთგვარი მისია და შენს გარშემო მყოფი ადამიანები შენი გუნდი. აირჩია ისინი ისე, თითქოს ამაზე იყოს დამოკიდებული შენი სიცოცხლე, რადგან სინამდვილეში ასეც არის. თუ გინდა შექმნა გარემო და აზროვნება, რომელიც წინ წაგიყვანს, დარჩი ფიორისთან. და სანამ შემდეგ ვიდეოში შევხვდებით, ერთი კითხვა დაიტოვე გონებაში. დღეს რომ ყველაფერი დაკარგო, ვინ დარჩება შენთან? მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.